ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ხსენებას ყოველთა წმინდათა, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა. ამ წმინდანთა ხსენებას ჩვენ წელიწადში აღვასრულებთ რამოდენიმე გზის. ერთ-ერთი არის შობის შემდგომ. მეორე სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგ. რამე თუ გულისხმობ ვყოთ, რომ წმინდანები, რომელთაც ჩვენ ვევედრებით, ყველა მათგანი არის გამბრძნობილი და სული წმინდის მადლით მოფენილი. ღმერთმა მათ მიანიჭა მადლის სული საწმინდისა, მათი ცხოვრების და ღვაწლის გამო. მათ შორის არიან წმინდანები ძველი აღთქმისა, მამათმთავრები, წინასწარმეტყველები, მართალნი, წმინდა მოციქულები, წმინდა მოწამეები, მღვდელმთავრები, ღირსი და ღმერთშემოსილი მამები და დედები, მოციქულთა სწორი მამანი და დედანი. არიან აღმსარებელნი და მართალნი, არიან მეუდაბნოენი, სალოსნი, არიან ერის ადამიანები, რომელთაც მართლად იღვაწეს და აღასრულეს სჯული ქრისტესი. და ყველა ერთად ჩვენ ვართ წმინდა ეკლესია ქრისტესი. წმინდა მოციქული პავლე წმინდანებს უწოდებს მორწმუნე ადამიანებს. და რატო წმინდანებს? იმიტომ რომ ყველა მორწმუნეს, ვისაც სწამს ყოვლადწმინდა სამება, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, სწამს ეკლესიის სწავლება, ყველა ადამიანი ამგვარი არის მოწოდებული, რათა აღასრულოს ქრისტეს მცნებანი და აღმასრულებელნი ქრისტეს სიტყვისა. ყველა ადამიანი შეუერთდება წმინდანთა დას, განიწმინდება ღვთის სიტყვის მადლმოსილებით, განიწმინდება სული წმინდის მოქმედებით, რომელიც მიენიჭება ყველას, ვინც აღასრულებს უფლის სიტყვას. და ჩვენ წმინდანთა ცხოვრებაში გვაქვს მაგალითები დიდი ცოდვილების, ქრისტეს უარყოფელების, იმათი, ვინც აღიარა ქრისტე და სულ რაღაც მოკლე დროში, შეიძლება 1 საათში ეწამა ქრისტესათვის და დაღვარა სისხლი. და ღმერთმა მათ მიანიჭა მადლის სული საწმინდისა და სასწაულთ მოქმედების უნარი აღსასრულის შემდგომ და მრავალნი სასწაულნი აღესრულებიან მათ წმინდა ნეშტთან. და ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენ ყველანი მოწოდებულები ვართ
რათა გავხდეთ წმინდათა დასის წევრები. ჩვენ ისედაც ვართ ამ დასის და კრებულის წევრები, რამე თუ ეკლესია ქრისტესი ეს არის კრებული წმინდანთა და ცოდვილთა, რომელნიც განიწმინდებიან ცოდვათაგან და ვნებისა. და ამ დასის და კრებულთან ერთად არის ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელი, არიან ქერუბიმნი და სერაბიმნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი, უხორცო ძალნი და არიან წმინდანი და არის თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე. და პავლე მოციქულებმა ბრძანა დღეს, რომ წმინდანიო სარწმუნოებით მარადის უყურებდნენო სჯულის აღმასრულებელ ქრისტესო. აი რწმენა, ძვირფასო ძმანო და დანო, რწმენის გამტკიცება უნდა ვითხოვოთ ჩვენ ღვთისაგან. რამე თუ წმერით შევცქერით ჩვენ ღმერთს და ეს რწმენა გვაძლევს ჩვენ უნარს, რომ ჩვენს გულში დავინახოთ ქრისტე, დავინახოთ ღვთის სიტყვის აღსრულების მოქმედება, ვიგრძნოთ უფალთან ურთიერთობის სიხარული, ვიგრძნოთ ღვთისა და მოყვასის სიყვარული. და ეს რწმენა განსწმენს გულს, განანათლებს გონებას და ცვლის ჩვენს არა მხოლოდ სოფხედველობას, ცვლის ჩვენს სხეულსაც და სამყაროს ჩვენს სირგვლივ. და დედამიწაზე მყოფნი ჩვენ უკვე ვართ კვიდრნი ცათასასუფეველისანი. ამას შევიგრძნობთ, ამას ვხედავთ და ველოდებით ქრისტესთან შეხვედრას, როგორც გაგრძელებას ჩვენი ცხოვრებისა, როგორც თანაზიარებას მარადიული სიხარულისა. ამიტომაც ძვირფასო ძმანო და დანო, წმინდანებთან ერთად, რომელნიც სათნო ეყვნეს ღმერთს, ვითხოვოთ, რათა უფალმა გააძლიეროს რწმენა ჩვენში და ვიყვეთ ჩვენ ყოველთა წმინდანთა ერთად კრებული და ერი ქრისტესი წმინდა, ერთი წმინდა ეკლესია. ამინ. მრავალს დაესწარით. ჩვენთან არს ღმერთი.